საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. სიტყვით გამოსვლა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე და მაღალი რანგის შეხვედრები. მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი მოლდოვაში გრძელდება. რა გზავნილები გააჟღერა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დეტალები მთავარ გამოშვებაში. მოლდოვას უარი სამ ქართულმა უწყებელს ევროპის საბჭოს სესიის გაშუქებაზე. კიშინოვის სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს სესიაზე გააკრიტიკა. როგორია შეფასებები თბილისში. სახელმწიფო სამშენებლო პროექტირების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებები შედის. სამშენებლო სექტორის გაძლიერება, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა. კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რას ითვალისწინებს მასშტაბური საინვესტიციო პროექტი. მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია ესპანელი და ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 13 წევრი. რას ედავება დაკავებულებს გამოძიება. კიშინოვი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 125 სესიას მასპინძლობს. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი და მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემებია. მაღალი რანგის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აქცენტი მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა უკრაინის, ლუქსემბურგისა და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან. ნინო საულქვაძე გიამბობთ. ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, საფრთხეები, ომი და კონფლიქტი. ამ თემებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს 135 მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აქცენტი გააკეთა დემოკრატიულ ღირებულებებზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონკრეტული ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზეც ისაუბრა. თვალთმაქცობაა დემოკრატიის უკუსვლაზე წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერის მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება. კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდისავლის გზების ძიება. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და პრორუსული ზიარლიყის მარტივად მიწებება. ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის და მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის 100,000-ობით მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს. ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება. დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში ახალ ნორმად გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება. საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლის მომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არ არსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134 სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირისპირი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. მაკა ბოჯორიშვილი შეხვდა ლუქსემბურგის, სერბეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს. უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემური საკითხები. ხაზი გაისვა დიალოგის მნიშვნელობას. მაკა ბოჯორიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არსებობს მზაობა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუკი უკრაინის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. დღესვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, როდესაც საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, თუმცა საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის გაურკვეველი დამოკიდებულებების ფონზე ოფიციალურ თბილისს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც დამატებით საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას. საქართველო არის სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ, საქართველო მხარს უჭერს იმ საერთაშორისო ნორმებს, საქართველოს და შესაბამისად უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რაც შეეხება ევროსაბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმის ფუფუნებას მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებს და საფრთხეებს შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას. ამ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სჭირდება სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები არსებობს და რა დამოკიდებულებები არსებობს ქართულ საზოგადოებაში. ის მცდელობები, რომელსაც ჩვენ ხედავთ უკრაინული მხარის მხრიდან, რომ დიალოგი განახლდეს, ამას მხოლოდ პოზიტიურად თუ შევხედავ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 შეხვედრაზე, რომელიც მოლდოვის თავმჯდომარეობით გაიმართა, მთავარი განსახილველი საკითხები იყო უკრაინის მიმართ სოლიდარობა, მიგრანტების საკითხი და უცხოურ ჩარებებთან ბრძოლა. მინისტერიალი ქართულმა მხარემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე სასაუბროდ გამოიყენა. ევროპის საბჭოს ეგიდით მოლდოვაში მიმდინარე მინისტერიალს ვერ აშუქებს სამი ქართული დამოუკიდებელი მაუწყებელი პოსტივის იმედსა და რუსთავიორს მოლდოვას მხრიდან უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა. თავისუფალი მედიის მიმართ შერჩევითი მიდგომები დღეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს სესიაზე გააკრიტიკა და კიშინევის გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდა. მოლდოვას მხრიდან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა არ უკვირთ თბილისშიც, რაზეც მმართველი გუნდის შეფასებით მოლდოვაში დახურული მედია საშუალებების რაოდენობაც მეტყველებს. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. კიშინევის სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს იმ სესიაზე გააკრიტიკა, რომლის გაშუქების შესაძლებლობა პოსტივის იმედსა და რუსთავიორს მოლდოვამ არ მისცა. ევროპის საბჭოს სესიის მაღალი რანგის ტრიბუნიდან სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების წინაშე მაკა ბოჭორიშვილმა მედიის თავისუფლების მიმართ შერჩევით მიდგომებს შემაშფოთებელი უწოდა. კრიტიკას სესიაზე უსამართლო გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის წარმომადგენლებიც ისმენდნენ. დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება. დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება. პოსტივის იმედსა და რუსთავიორს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიის გაშუქების უფლება მოლდოვამ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ მისცა. სესიის შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიცია მედიასთანაც დააფიქსირა. შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის დანახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას ეთქვა უარი აკრედიტაციაზე და ვერ შეძლეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად არის საყურადღებო ფაქტი, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, რომ რამდენად ხდება ორმაგი სტანდარტების გამოყენება, როდესაც საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე, როდესაც საუბრობენ სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ დარჩებოდა ჩემი ყურადღების მიღმა გამოსვლისას.
მოლდოვაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, კიშინიოვი თავისუფალი სიტყვის ჩახშობას საკუთარ ქვეყანაშიც ცდილობს, რაზეც ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დახურული ტელევიზიების რაოდენობაც მეტყველებს. მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია ფეხქვეშ არის გათელილი. მოლდოვაში დატოვეს ორი ტელევიზიას. საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. სინამდვილეში ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მხოლოდ მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა თქვენ იცით, რომ მოლდოვას არავინ ამისათვის არ აკრიტიკებს. ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვის ხელისუფლება თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც, ხო, მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ისინი ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენა. მოლდოვის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავენ ოპოზიციაში. ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ პოსტივისთვის, იმედისთვისა და რუსთავი 2-ისთვის აკრედიტაციაზე უარით კიშინიოვმა საკუთარი უსაფრთხოება დაიცვა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანამ ჩათვალა, რომ ამ ტელევიზიის არ მახსოვს შეშვება იქნებოდა მისი ასე ვთქვათ უსაფრთხოებისთვის გამოწვევა, რომლის სტანდარტი არ შეიძლება უსაფრთხოების ინტერესთან დაუნერგო. ოპოზიციისგან განსხვავებით სახელმწიფო გუნდში კიშინიოვის გადაწყვეტილება თავისუფალი სიტყვის ჩახშობად ფასდება. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილების უკან არაფორმალური გავლენები დგას. ეს არ არის მარტო მოლდოვის გადაწყვეტილება. ამ ტენდენციას ჩვენ დიდი ხანია უკვე ვაკვირდებით, ამ ზოგადი ოჯახი არაფორმალური გავლენების, მათ შორის მოლდოვის სახითაც და აი ეს ცდილობა ამ ძალისხმევის გაგრძელება ჩვენ ადრე ნანახი გვაქვს არჩევნებზე ქართული მედიების შეზღუდვის გადაწყვეტილებები, ნანახი გვაქვს მათი ხელმძღვანელების კომენტარები 4 ოქტომბრის რევოლუციური ცდილობების დროსაც, ასე რომ გასაგებია, რაც უნდა ველოდეთ ამ ქვეყნისგან, მისი დღევანდელი მმართველებისგან. მოლდოვას გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ასაკურა პოლიტიკურია, როგორც თავისი მედია საშუალებები მთლიანად გააქრეს საინფორმაციო ველიდან, რომელიც მათ გემოვნებას არ შეესაბამება, იგივე დამოკიდებულება ყველა მედია საშუალების მიმართ. და გარდა ამისა, ამით მხარს უჭერს აი ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომ საზოგადოებაში მეტი ავტორიტეტი ჰქონდეთ, როდესაც ისინი მედია საშუალებებს, კონკრეტულ მედია საშუალებებს აკრიტიკებენ. მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებით პოსტივიმ განმარტება მოლდოვას საგარეო უწყებისგან მოითხოვა, თუმცა კონკრეტული პასუხის ნაცვლად მათ მოლდოვას კანონმდებლობაზე მიგვითითეს. გარდა ამისა, ტელეკომპანიამ ევროპის საბჭოსაც მიმართა მედიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო შეშფოთება გამოთქვა და ასევე ორგანიზაციის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება ითხოვა. ქართულ მედიაზე თავდასხმად ფასდება ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იმედს ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით აეკრძალა. პოსტივიმ და რუსთავი 2-მა კი გაფრთხილება მიიღეს. დამოუკიდებელი ქართული მაუწყებლების შეზღუდვას კონკრეტული ევროპარლამენტარები ლობირებენ, მათ ეხმარებათ ევროპარლამენტის ქართველი თანამშრომელი. ელენე მეტრეველი ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფის იპიპის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია და ამასთან მჭიდრო ურთიერთობაშია ქართველ ოპოზიციონერებთან. ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ელენე მეტრეველი საკუთარ მიღწევად მიიჩნევს. მართველი გუნდი კი ევროპული სტრუქტურის მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვაზე საუბრობს. პირდაპირ ეთერში საულმე გობრონიძე გვერდება, რომელიც თემის დეტალებს გაგვაცნობს. საულმე, გისმენთ. ევროპარლამენტის მხრიდან ქართული მედიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა ევროპარლამენტარმა თომაშ ფროელიხმა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ევროპულ სტრუქტურებში დღეს არსებული ტენდენცია, როდესაც ბრიუსელის პოლიტიკური დღის წესრიგისგან განსხვავებული აზრის დევნას სხვადასხვა აბსურდული გზებით ცდილობენ. ევროდეპუტატის რჩევა ევროპულ ღირებულებებს აცდენილი ბიუროკრატების მიმართ მარტივია. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებების ნაცვლად რეალურად პატივის ცენ მედიის თავისუფლებას. ევროპარლამენტში ხშირად კეთდება აქცენტი პლურალიზმზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიაზე, თუმცა ეს რიტორიკა ფუჭად ჟღერს, რადგან ამ ინსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლება აშკარად მხოლოდ მათთვის მოქმედებს, ვინც ერთსა და იმავე შეხედულებებს იზიარებს, რასაც ნათლად ადასტურებს სამი ქართული მედიის წარმომადგენლის გამორიცხვა. ევროკავშირის მისწრაფებებსა და რეალობას შორის სხვაობა კვლავ დიდია, აუცილებელია დიალოგში ჩართული იყვნენ განსხვავებული მოსაზრებების მქონე მედია საშუალებებიც.
მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ქშიშტოპ ბრეიზა, ეს იმ ევროპარლამენტართა ნაწილია, რომლებიც სამი ქართული მედიის დასანქცირებისთვის ევროპარლამენტში ყოველდღიურად მუშაობენ და რომლებსაც საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის ლობიზმით უკვე დიდი ხანია იცნობს. მათ მთელს ამ პროცესში ეხმარება ევროპარლამენტის ქართველი თანამშრომელი ელენა მეტრეველი. როგორია ევროპულ სტრუქტურაში ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ქრონოლოგია, დეტალები ჩვენს სიუჟეტში. პირადად მე ჩამწერეს ჩემი თანხმობის გარეშე, როდესაც სხვა ტელევიზიასთან, ჩეხურ ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუ. მიყვიროდნენ იმის გამო, რომ მათთან საუბარი არ მსურდა. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ამ სიცრუეს, რომლითაც ცდილობს სამი ქართული ტელევიზია, პოსტივი, იმედი და რუსთავი 2 ევროპარლამენტის მედია აკრედიტაციის წესების დარღვევაში დაადანაშაულოს ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო მასალა ამ ხელს, სადაც კარგად ჩანს, რომ მარკეტა გრეგოროვა თავად მოდის მედია საშუალებებთან მედიისთვის განკუთვნილ სივრცეში კომენტარის გასაკეთებლად. ქართული მედიის მიერ დასმული კითხვები მოისმინა, კითხვების შინაარსი არ მოეწონა, დასანქცირებით დაიმუქრა და ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა. ამის შემდეგ კი რამდენიმე კვირაში სამ დამოუკიდებელ მედია საშუალებას ევროპარლამენტიდან გაფრთხილება მიუვიდა და სავარაუდოდ ქართული მედიისთვის გაშუქების უფლების აკრძალვაზე მუშაობაც აქტიურად სწორედ აქედან დაიწყო. რასაც ტელეკომპანია იმედისთვის 1 წლის ვადით ევროპარლამენტის ტერიტორიაზე მუშაობის აკრძალვა მოჰყვა. ევროპულმა უწყებამ გადაწყვეტილების მიზეზად იმედს მედია აკრედიტაციის წესების დარღვევა დაუსახელა, თუმცა მალევე თავად ევროპარლამენტარების საჯარო განცხადებებიდან გაირკვა, რომ რეგლამენტის დარღვევა მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო. ქართული მედია საშუალებების შეზღუდვას კი კონკრეტული ევროპარლამენტარები ყველა შესაძლო გზით ლობირებენ. მათ ეხმარება ევროპარლამენტის ქართველი თანამშრომელი ელენა მეტრეველი, ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე, პოლიტიკური ჯგუფის იპიპის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია და ამასთან მჭიდრო ურთიერთობაშია ქართულ ოპოზიციონერებთან. ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეტრეველი საკუთარ მიღწევად მიიჩნევს და აანონსებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ დასრულდეს იმ ტელევიზიების მუშაობა, რომელიც მათ პოლიტიკურ დღესასრიგს ეწინააღმდეგებიან. ეს არის ჩემი ყოველდღიურობა და მჯერა, რომ საქართველოში პროპაგანდისტული მედიების საქმიანობა უნდა დასრულდეს. ქართული მედიის შეზღუდვისთვის მომუშავე ელენა მეტრეველთან კავშირებს არ უარყოფენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. სააკაშვილის პარტიაში პირდაპირ აღიანებენ, რომ ევროპული უწყებიდან ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. გაფრთხილებით რაც უკავშირდებოდა თქვენი ეს ანტიდასავლური პროპაგანდა. გაკეთება რა თქმა უნდა ამ შედეგამდე დამთავრდებოდა. ვის ვიცნობ? შეიძლება ვიცნობ, ევროპაში დაყოფილიყო. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ქართული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და საბოლოოდ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა მდგომარეობაა დღეს ევროპულ სტრუქტურებში. ირაკლი კობახიძისთვის ევროპარლამენტის ქმედებები საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ქმედებებს ემსგავსება. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა გამოსწორდება. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა, არის სრულიად სამარცხვინო, რა თქმა უნდა, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღერს ევროპარლამენტს, ძალიან ემსგავსება, უკვე დაემსგავსა უბრალოდ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მართველი გუნდის შეფასებით ევროკავშირი დღეს ასეთ ცდილობს შეზღუდოს ყველა და ყველაფერი, რაც მათ პოლიტიკურ დღესასრიგს ფაქტებით ამხელს და ხელს უშლის სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი პროპაგანდის გავრცელებაში. საპარლამენტო უმრავლესობისა და ხალხის ძალის წევრების შეფასებით ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის ყველა ამ ცდილობას მხოლოდ ერთი შედეგი ბრიუსელში დღეს არსებული მძიმე რეალობის მხილება მოჰყვება. ნებისმიერ მიზეზს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს საქმიანობა განახორციელონ, გულისხმობ მაქსიმალურად შეზღუდონ მათი საქმიანობა. ეს სავიზო შეზღუდვა, აკრედიტაციის წესები, სანქციების ფორმა თუ სხვა რომელიმე სხვა ფორმა, ადმინისტრაციული სამართლები, პოლიტიკური ნებისმიერ სხვა ფორმა, ამას გააკეთებენ და ამას კიდევ ერთხელ აქვს თავისი მიზეზი. უფრო ფართო მიზეზი ამისი არის ის, რომ მათ არ მოსწონთ ის აზრები, ის პოზიციები, რაც შუქდება ამ ტელევიზიაში. ამოცანა რა არის ბრიუსელის, რომ განსხვავებული აზრი ობიექტური მედია დაადუმოს. რაისა კომუნისტკა, რომელიც არის პირდაპირ ქართული სახელმწიფოს და ქართველების მტერი, პირდაპირ თამამად შემიძლია ვთქვა, მისი ქმედებით, საქციელით, მისი მხარდაჭერით ამ რადიკალების
ვიღა დაგრჩენია რომ დაგასანქცირონ, ვიღა დარჩენიათ რომ არ შეგიშვან, იმიტომ რომ ობიექტურად არ გააშუქოთ. გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი პოლონეთიდან და მან თქვა რომ ხო ხედავთო რა გავაკეთებთ, ჯერ სადახართო, ახლა მომავალში კიდე რას გავაკეთებთო ამ პრესის მიმართ. ანუ აღიარა რომ ეს პოლიტიკური დევნის ნაწილი იყო და არა რაღაც ადმინისტრაციული გადაწყვეტა. აი თავის ნამოქმედარსაც კი არ ნიღბავენ, პირდაპირ გვეუბნებიან. თვითონ საუბრობენ მედიის ხელშეუხებლობაზე და ჯერ ნაცმოძრაობის დროს დაარბიეს ტელეკომპანია იმედი ძალით და ეხლა უკვე მათი პატრონები, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო, სანქციებით ემუქრებიან და ახორციელებენ კიდეც ქართულ მედია საშუალებების წინააღმდეგ აი ამ აქტებს. ამიტომ ეს სამწუხარო მომენტია, მაგრამ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართული სახელმწიფო არის სიმართლის მხარეს და სიმართლე ყოველთვის ძლიერია და ყოველთვის იმარჯვებს. ქართული დამოუკიდებელი მედიის მიმართ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ცენზურად და ზეწოლად აფასებენ მემარცხენე ალიანსში. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროპული პოლიტიკა სულ უფრო მეტად ექცევა deep state-ის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავისუფალ სიტყვას და მედიას ებრძვიან. დღევანდელი დღე ევროკავშირის ისტორიაში შევა შავ ლაქად. ვინაიდან დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა მედიისა და თავისუფალი სიტყვისგან შეშინებული ევროპელი პოლიტიკოსები. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში ულტრამემარცხენეების ლიბერალების რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, იმედი გვაქვს, ევროპელი ამორჩევლები ბოლომდე მიიყვანენ საქმეს, მათ მიმართ პოლიტიკური ანტიპატიის რეალიზებას მოახდენენ. უცხოეთიდან ორგანიზებული თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე გრძელდება. დიდი ბრიტანეთის და მოლდოვას გადაწყვეტილებების შემდეგ ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს 1 წლის ვადით მუშაობის უფლება შეუზღუდა. ამჯერადაც გადაწყვეტილებას თან არ ახლავს არგუმენტები. სამშენებლო სექტორის გაძლიერება, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს. რეფორმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ფართოვდება სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაც. პარალელურად მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები. სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს გააცნო. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. სისტემური რეფორმის შედეგად სამშენებლო სექტორი განვითარების სრულად ახალ ეტაპზე გადავა. მთავრობამ საკუთარი ხედვები რეგულაციების ცვლილებათა პაკეტში უკვე გაწერა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემური და შეჩერებული მშენებლობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. შედეგად ქვეყანა ხარისხიან, მდგრად და დროულად შესრულებულ ობიექტებს მიიღებს. არის საკითხები ფასებთან დაკავშირებით, ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რა, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები და ამასთან ერთად გვინდა რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები, რომლებიც წარუდგენეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს, მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება და ასევე გამოთქვით სრული ემსაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ცვლილებების შედეგად ქვეყანაში გამკაცრდება კონტროლის მექანიზმი. ეს თავის მხრივ თამაშის წესებს მეტად სამართლიანს გახდის. კაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები. იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა. გარდა ამისა, სახელმწიფო გეგმავს გაამკაცროს მიდგომა ფინანსურ და კორუფციულ დანაშაულებთან მიმართებით, ანუ ფართოვდება შავი სიის მექანიზმი, რის შედეგადაც კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან აღნიშნული დანაშაულებისათვის ნასამართლელ პირებთან, შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ. ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტიც. განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა მექანიზმების ფასები. ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი. გაიზრდება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმები. ის გადაწყვეტილებები, რაც დღეს გავაჟღერეთ ჩვენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები, არის მართლაც რევოლუციური ამ სექტორისთვის. ეს შეეხება ახალი ფასების დადგენას და საბაზრო ფასებთან მიახლოებას, არა, საბაზრო ფასებით სახელმწიფო ტენდერების
გამოცხადებას, ასევე ინდექსაციის საკითხი, რომელიც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემა იყო. დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად ხვდება სამშენებლო სექტორი. მთავრობა ცვლილებების შემუშავებისას სწორად სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინა. ფაქტობრივად რეფორმა იყო, რასაც ჩვენ ვითხოვდით ასოციაცია რამდენი წლის განმავლობაში. ანუ ეს შეეხებოდა რამდენიმე საკითხს. ეს არის ინდექსაცია, რომელიც სავალდებულო ხდება ყველა ტენდერებში და რაც ნამდვილად გააჯანსაღებს პროცესებს. ასევე იყო ფასების გადახედვა, კიდევ უფრო მიახლოება საბაზრო ფასებთან, როგორც გვაცნობეს დღეს ახალი ფასები დაიდება, ასევე ზედნადები, ანუ პირდაპირ ხარჯების გადახედვა მოხდება, რომელიც მაგალითად იყო 10% და გახდება 14% და ეს ნამდვილად გააჯანსაღებს პროცესებს. ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანი სიახლეები გაგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღების კუთხით, სწორი ადეკვატური ფასწარმოქმნის კუთხით. წლებია ინდექსაციის პრობლემის ინსტიტუციონალურად მოგვარება არ მოხდარა და დღეს განაცხადა ხელისუფლებამ, რომ ამისი კანონში შესაბამისი ცვლილებებით მოხდება ამისი ერთხელ და სამუდამოდ ინსტიტუციონალიზაცია. მივესალმები, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავი არაკეთილსინდისიერი ეკონომიკური ოპერატორებისგან. მსგავსი ცვლილებებით სახელმწიფო ერთის მხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებასა და გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ დაიცვას საჯარო ინტერესი, ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და პროექტების ხარისხიანი შესრულება. კასპიის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ჰანიվել ცემენტში 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება. შედეგად წარმოება წლიურად 400,000 ტონით გაიზრდება, ჯამურად კი 2 მილიონ ტონას მიაღწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდება და საქართველოს შეუფერხებლად მოამარაგებს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს. პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი, რომლებმაც საინვესტიციო პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. კაფსულა უკვე ჩადებულია. კასპიის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 70 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტი კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ საწარმო უფრო მეტ პროდუქციას გამოუშვებს და სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი წარმოებით მოამარაგებს. სწორედ ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ქართული ცემენტის წარმოების ეს საუკუნოვანი ისტორია ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების განუყოფელი ნაწილია. ჰანიվել ცემენტი ქვეყანაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. ახალი მასშტაბური პროექტი ჩვენს ქვეყანას საწარმო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს. წარმოება წლიურად 400,000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითქმარი, ჩვენ საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე შეუფერხებლად მოამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს. ჩვენთვის ბუნებრივია პრიორიტეტულია გარემოზე ზრუნვაც. ამდენად მიასალმებელია, რომ საწარმო აღიჭურება უახლესი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე ზემოქმედებას და დანერგავს თანამედროვე მწვანე წარმოების პრინციპებს. პროექტის ფარგლებში ჰანიվել ცემენტი წარმოების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. კლინკერის წლიური წარმოება დამატებით 400,000 ტონით გაიზრდება და ჯამში 2 მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო ცემენტის წარმოება 2 მილიონ 700,000 ტონამდე გაიზრდება. ძლიერი საწარმო და ინდუსტრიული სექტორი კი ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ახალი სამუშაო ადგილებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მთავარი საფუძველია. პროექტის ფარგლებში კი არა მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება, არამედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაც იგეგმება. მშენებლობის სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ინდუსტრიაა. 2025 წელს მისი წილი მშპ-ში 8% იყო, ხოლო სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 7.3 მილიარდ ლარს მიაღწია. 2023-2025 წლებში მშენებლობის სექტორი საშუალოდ 9.3%-ით გაიზარდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკონომიკური პროგრესი კონკრეტულ პროექტებში აისახება. ახალ საწარმოებში, გაფართოვებულ წარმოებაში, გაზრდილ ექსპორტსა და
ადამიანებისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებში. საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება და მტვერდამჭერი სისტემებით, ტექნიკური წყლის ჩაკეტილი ცირკულაციის ქსელითა და სრულყოფილი ხანძარ-საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება და რაც ყველაზე მთავარია, ყველა სამუშაო საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შესრულდება. თანადაფინანსების ფონდი დაახლოებით 8-9 წლის წინ შემოვიდა ამ კომპანიაში, გავხდით თანამფლობელები და ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ $200 მილიონ-ზე მეტი დაგვებანდებინა ამ კომპანიის განვითარებაში და შევქმნით დამატებითი სამუშაო ადგილები, ქონდა უპრეცედენტო ზრდა, გავაკეთეთ ახალი ინოვაციური პროექტები, მაგალითად მხარს რომელსაც ხედავთ, რომელიც ზევითადის დაახლოებით 10% სამუშაოებს გადაყრილი საბურავების საქართველოში დღეს და ამას ჩვენ ყველაფერს კიდევ უფრო გავზრდით და ეს ხდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა გზით და რაც თავარია, ეს კომპანია გაქართულდა საერთოდ. წელს შესრულდა 100 წელი, რაც საქართველოში კასპში ცემენტის ინდუსტრიას ჩაეყარა საფუძველი. 1926 წელს სწორედ აქ დაიწყო ცემენტის პირველი ქარხნის მშენებლობა და უკვე 100 წლის თავზე ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ვაინიცირებთ ახალ პროექტს. ბოლო 20 წლეულის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ გაანახორციელა ასეულობით მილიონი $-ის ინვესტიცია დანერგა წარმოების, გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები. Hannibal ცემენტის ახალი საწარმოები მუშაობას 2028 წლიდან დაიწყებს. შედეგად გაძლიერდება ქვეყნის ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან კარდინალ პეტრო პაროლინთან. საუბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი წარმოადგენდა კარდინალი პიეტრო პაროლინი. დაინტერესდა იმ პრობლემატიკით, რომელიც ამ ურთიერთობებში არის შექმნილი მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. დღესვე შეხვედრა შედგა ქართული საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპ ლეო მე-14-თან. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრის საკითხებისა, თუმცა ძირითადი საკითხები, რაზეც ვილაპარაკეთ, ეს იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. კარდინალი დაინტერესდა იმ პრობლემატიკით, რომელიც არის შექმნილი ამ ურთიერთობებში. ასევე ვილაპარაკეთ ოკუპაციის საკითხებზე, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. Ქონდა საუბარი საქართველოს სამშვიდობო როლზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში და ზოგადად საქართველოს სამშვიდობო როლზე რეგიონში. დღესვე ჩვენ მქონდა შესაძლებლობა, რომ რომის პაპთან ქონოდა აუდიენცია ჩვენს სხვა კოლეგებთან ერთად. ჩვენ მქონდა აუდიენცია როგორც რომის პაპთან სხვა კოლეგებთან ერთად, ისე ჩვენ შევხვდით წმინდა საქმრის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პაროლინის, რომელთანაც მქონდა შესაძლებლობა მოგვეხილა ის საკითხები, რომელიც ამჟამად არის აქტუალური საქართველოში, მათ შორის ჩვენ შევეხეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კარდინალისაგან იყო ძალიან დიდი ინტერესი იმასთან მიმართებით, თუ რა გზას გადის საქართველოს. ნიკა გვარამია ლელოსა და გახარიას პარტიებს პოლიტიკურ შეცდომებს ახსენებს, თუმცა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებას მაინც თავაზობს. ახლების ლიდერი, რომელიც გახარიას წარსულში მწვავედ უპირისპირდებოდა, ახლა მიიჩნევს, რომ გარჩევების დრო არ არის. შეთავაზების ადრესატები კი ამ ეტაპზე უარს ამბობენ ყოფილ და მოქმედ ნაციონალებთან თანამშრომლობაზე. მმართველი გუნდი ოპონენტების უპრინციპობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში უცხოეთიდან მართული ნაცოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული. დეტალებით ანა შანიძე. სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას ალიანსი, რომლის ერთობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გაფართოებაზე ალაპარაკდა. გაერთიანებაში გახარიას პარტიისა და ლელოს მიღების სურვილი ნიკა გვარამიამ გამოთქვა, რომელმაც მწვავე კრიტიკა დროებით დააპაუზა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური გარჩევების დრო ახლა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გონია რომ უმძიმესი შეცდომა იყო 25 და კიდევ უფრო უმძიმესი პარლამენტში დაბრუნება გახარიასი, მიუხედავად ამისა მე აბსოლუტურად ღიად ვამბობ და იმ ლოგოზეც
ცარიელი კვადრატის ერთ-ერთი ინიციატორიც ვიყავი, რომ აქ უნდა მივიღოთ ეს ხალხი. Fair play-ის შესაძლებლობა რომ იქნება სამართლიან არჩევნების გზით, უკვე სულ მასშტაბიანის, მაშინ გავარჩიოთ ეს ყველაფერი და წარსულიც. გაფართოების იდეის ავტორს იდეა დაუწუნეს ალიანსშიც და თავად გვარამიას პარტიაშიც. ახალის თენგო გახარიასთან პოტენციურ პარტნიორობას გამორიცხავს. ნაციონალურ მოძრაობაში კი არარეალურ პოლიტიკურ თემას უწოდებენ იმას, რაც გვარამიამ ღიად გააჟღერა. გახარიას პარტია საერთოდ მე ვერ განვიხილავ ვერანაირ პარტნიორად, ეს არის ჩემი პოზიცია. არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს და არ განიხილება ალიანსში გახარიას პარტიის გაწევრიანება. შეუთავსებელი არის გახარიას პოლიტიკური ძალის ასე ვთქვათ თვისესრიგი ალიანსთან და ზოგადად წინააღმდეგობაში ყოფ პოლიტიკურ ძალებს. გახარია არის საერთოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისი პოლიტიკური ძალა გასაკეთებს კარგად ვერ გეტყვით და ამიტომაც ახლა საუბარია ასეთ არარეალურ პოლიტიკურ თემებზე არ სწორედ. ვიდრე ალიანსის გაფართოების ინიციატივა გაერთიანებაში უთანხმოების მორიგ მიზეზად იქცეოდა. მანამდე უკვე ცნობილი იყო შეთავაზების ადრესატების პოზიცია. ლელო და გახარიას პარტია ამ ეტაპზე უარსია. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით. არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, სამომსად მიხედონ თავიანთ საქმეს. საერთოდ წარმოუდგენელი არის ახლა რაზე არის საუბარი და რა ალიანსებში გაერთიანებაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ყოფილ და მოქმედ ნაციონალების ერთობაში ლელოსა და გახარიას პარტიების მიღების მოწინააღმდეგეებს სოციალური ქსელით უპასუხა იდეის ავტორმა. ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მისგან განსხვავებით ერთობის არსი სხვებს არასწორად ესმით. ტვინი რომ გასხლაბეურმა ყველა გავერთიანდი თუ ამ ყველაში რას გულისხმობდით იქნებ განმარტოთ, ვისაც ლაქლაკი და ენის ფხანაგონია საქმე, ან ვისაც სიტყვა ყველას მნიშვნელობა უკიდურესად თავისებურად ესმის, ან ვინც ფიქრობს, რომ ერთობით მოტანილი სირთულეები და ემოციური გაუგებრობები ვინმეს გვეხალისება ძალიან შემცდა, რა ვისაც გონია რომ ყველა უდრის მე ვინც მომწონს ყველა, ან შარზია, ან შეგნებლად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის. გვარამიას მხრიდან გახარიას მიმართ წარსულში გაკეთებული უკიდურესად მწვავე შეფასებების ფონზე გუშინდელ შეთავაზებას უპრინციპობის გამოხატულებად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ალიანსში შემავალი პარტიების სინამდვილეში კოლექტიური ნაცმოძრაობაა, რომელიც უცხოეთიდან იმართება. ეს განცხადება უპრინციპობას მეტყველებს, როცა კაცი ეძახთით ვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს რა თქმა უნდა უპრინციპობის გამოხატულება, თუმცა მათთვის ეს დამახასიათებელია, ხო, აბსოლუტურად დამახასიათებელია უკლებლივ ყველა ამ პარტიისთვის. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, იქნება ეს გვარამია, ლელო, გახარია თუ ნებისმიერი სხვა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ფოლგის ქვეშ და ამ ფოლგას ქვია უცხოური იმ ფონზე, როდესაც მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გახარიას პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობის არაერთი ფაქტი არსებობს. გვარამიას ინიციატივაზე გახარიას პარტიის უარი ფარისევლურია სახელმწიფო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ალიანსში მიმდინარე პროცესები, მათ შორის დაპირისპირებაც ხელოვნურია. გახარიას გუნდმა ეს წითელი ხაზები უკვე დიდი ხანია გადალახა, რა პრობლემა აქვს არ მესმის. ერთად მუშაობდნენ ყველა არჩეულ საკრებულოში, ალიანსი იყო ყველგან თითქმის მათსა და ნაცმოძრაობას შორის და რუსთავში კიდე ასეთი დაუნებლობა ჩაიდინეს, რომ დიდი ხანი ბიუჯეტსაც ერთად არ ამტკიცებდნენ და თავმჯდომარეც გახარიას წარმომადგენელი იყო. რეალურად ჩვენ ვიხილეთ ეს თანამშრომლობა. ლელოც, გახარიებიც, გვარამიებიც, კიდევ ვინ არიან, სააკაშვილებიც და თენგოც, გვარამიას თენგო, ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა. ყველანი ერთნი არიან და კიდევ ერთხელ, ზოგი პარლამენტშია, ზოგი გარეთ. როდესაც ახლა ბელაც ეხებიან და არ უნდა თან ახსენონ, ვითომ არა ვარ ნაცი და მე აღარა ვარ წამოვედი იქიდან და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი თავი ბოლო ემსახურება იმას, რომ ხალხი შეიყვანოს შეცდომაში, მაგრამ პირიქით ხალხი ძალიან კარგად ხედავს ამას, რომ არ არსებობს არავითარი გაყოფა, გამოყოფა, დაშლა თუ გაერთიანება, სამწუხაროა, მაგრამ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე ემსახურება იმ უცხოურ ძალას, რომელსაც არ სურს საქართველოში მშვიდობა. შეთავაზება გაკეთებულია. წინადადებას ჯერჯერობით არ თანხმდებიან ადრესატები, თუმცა გახარიასა და ლელოს პარტიებისგან საზოგადოებას რადიკალურად შესული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არაერთხელ უნახავს.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 6 თვის წინ მიღებულ ხმაურიან გადაწყვეტილებას უკვე კონკრეტული შედეგი მოჰყვა. პოლონეთში ერთნაირის ქესიანთა პირველი ქორწინება ოფიციალურად დარეგისტრირდა. ქვეყნის კანონმდებლობით ერთნაირის ქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, თუმცა ოფიციალურმა ვარშავამ ორი პოლონელი მამაკაცის გერმანიაში გაფორმებული ქორწინება კანონიერად მაინც აღიარა. ამ გადაწყვეტილებით პოლონეთმა ევროპული მართლმსაჯულების ორგანოს მიერ ნოემბერში მიღებული განჩინება აღასრულა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული ერთნაირის ქესიანი ქორწინებების აღიარებას ავალდებულებს. სოელისაშვილის სიუჟეტი. პოლონეთის სუვერენიტეტის შეზღუდვა და ბრიუსელის მიერ შემუშავებული წესების ქვეყნის კანონმდებლობაზე მაღლა დაყენება. ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთში პირველი ერთნაირის ქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა. ეს კი იმ ფონზე, როცა პოლონეთის კანონმდებლობით ერთნაირის ქესიანთა ქორწინება ლეგალიზებული არ არის და ქვეყნის კონსტიტუციით ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირითაა განმარტებული. ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო წევრ ქვეყნებს იმ ერთნაირის ქესიანი ქორწინებების აღიარებას ავალდებულებს, რაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული. ევროკავშირის გადაწყვეტილების ჟღერებას რამდენიმე თვის წინ პოლონეთის მოსახლეობის პროტესტი მოყვა, თუმცა პრემიერი დონალდ ტუსკი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ევროკავშირი მათ არაფერს დააძალებდა. მე საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის დავავალე მოამზადოს ინფორმაცია ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით ტრიბუნალის გადაწყვეტილების შედეგების შესახებ. ბევრი თეორია და ემოცია წამოიშვა, რაც გასაგებია. ეს საკითხი ასევე იწვევს დიდ განხეთქილებას საზოგადოებრივ აზრში და არა მხოლოდ პოლონეთში. ამიტომ მინდა ყველა დაგამშვიდოთ. საქმე იმაში არ არის, რომ ევროკავშირს შეუძლია რამე დაგვაძალოს ამ საკითხზე. როგორც იცით, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საკანონმდებლო დებულებებზე, რომლებიც ამ საკითხს ისე დაარეგულირებს, როგორც პოლონელების უმრავლესობა, საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით მიზანშეწონილად მიიჩნევს. მომხდარი ფაქტის არსებობის არ სჯერათ გიორგი გახარიას გუნდში. პარტიაში ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირში არანაირ იძულებას ადგილი არ აქვს. ნაციონალურ მოძრაობაში კი ევროკავშირის სამართლის პოლონეთის კანონმდებლობაზე მაღლა დაყენებაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, თითქოს ერთნაირის ქესიანთა ქორწინების რეგისტრირება მხოლოდ იურიდიული დეტალია. ჩვენ შეგიძლიათ ნახოთ, ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არანაირი ვალდებულება ამ მიმართულებით ნამდვილად არ არსებობს ევროპულ სივრცეში. ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში თუ არის წყვილი კონკრეტული სტატუსის მქონე, იმ წყვილის ეს სტატუსი უნდა იქნას აღიარებული. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ პოლონეთში უნდა დაქორწინდეს ვინმე. რაც შეეხება რაღაც სამართლებრივ დეტალს, რომელზეც საუბრობთ, ეს სამართლებრივი დეტალი, იურიდიული დეტალი არავითარ კავშირში არ იმყოფება ზოგადად ამ თემასთან. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პოლონეთში კანონმდებლობის იგნორირება ხდება, რადგან იმ ადამიანებს, ვისაც ქორწინების რეგისტრაცია სურთ, მათ კავშირს სხვა ქვეყანაში დაარეგისტრირებენ, რისი მიღებაც მათ სახელმწიფოს მოუწევს. შესაბამისად, სახელმწიფო პარტიაში მიაჩნიათ, რომ მომხდარი ფაქტი ბრიუსელის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვის ნათელი მაგალითია. ევროსასამართლომ და ეს ვალდებულება გააკისრა პოლონეთს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება არ იყო აქამდე აღიარებული, რომ სხვა ქვეყანაში შეუღლებული ერთნაირის ქესის ადამიანები უკან ჩამოსვლისა საკუთარ სამშობლოში სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ისე იქნენ მიღებული, როგორც ოჯახი და ყველა სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა პროგრამა მათზე ისე გავრცელდეს, როგორც ერთ ოჯახზე. ანუ პრაქტიკულად პირდაპირ აღიარება ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა რატომ აქვს დიდი? რომ პოლონეთის შიდა კანონმდებლობით და კონსტიტუციით ერთი რამ არის განსაზღვრული. და ევროკავშირმა ისე შეზღუდა თავისი წევრების სუვერენიტეტი, რომ ფაქტიურად უთხრა, რომ შენ რა გიწერია კონსტიტუციაში და შენ კანონმდებლობაში ჩვენ არ გვაინტერესებს. თავარი არის ჩვენი გადაწყვეტილებები და ეს უფრო მაღლა დგას, ვიდრე თქვენი კონსტიტუციური წყობილება თქვენს ქვეყანაში. თუ პოლონელები ამას ეგუებიან, ღმერთმა სიკეთეში მოვახმაროთ. ჩვენ ქართველები ყოველ შემთხვევაში ჩვენ და ჩვენი მომხრეები ამას ვერ შეურიგდებით და საქართველოს სუვერენიტეტს ესე არავის შევაზღუდებთ. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით ფაქტობრივად პოლონეთის კანონმდებლობისთვის ძალის დაკარგვა ხდება. პარტიაში უსვამენ ხაზს, რომ манипуляციებით ბრიუსელმა სასურველ შედეგს მიაღწია და ვარშავას ერთნაირის ქესიანთა ქორწინების აღიარება მოუწია. ეს თავიდან ბოლომდე უკვე არის ის, რომ სამწუხაროდ პოლონეთშიც მიაღწიეს იმას, რომ ის აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას. ხას უსვავ იმას, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს იმას, შენ გაქვს ეს კანონმდებლობაში თუ ის გაქვს კანონმდებლობაში, რომ სხვა ქვეყანაში დაქორწინებულ მათ შორის შენ მოქალაქეებს აქ აღიარებ და დაარეგისტრირებ, ეს ერთი და იგივეა შედეგი, ერთი და იგივე დგება სამწუხაროდ და ეს უნდათ, როცა ჩვენ გვეუბნებოდნენ, აბა ვინ გაძალებს რომ აქ დააკანონო ერთსქესიანთა ქორწინება, აბატონო, ბურთი და მოედანი იხილეთ.
ეს არის პრაქტიკული მაგალითი, როდესაც აი პოლონეთში ხდება ასეთი ტიპის ფაქტები. პოლონეთის იძულება ერთნაირ სქესიანთა ქორწინების აღიარებასთან დაკავშირებით გერმანიაში მცხოვრები წყვილის მამაკაცების მოთხოვნამ გამოიწვია. მათ გერმანიაში რეგისტრირებული ქორწინების პოლონეთში ასახვა მოითხოვეს, თუმცა უარი ეთქვათ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს. მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია ესპანეთში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 13 წევრი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ესპანეთის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების კოორდინაციით რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, დაკავებულებს 27 ბინის ქურდობას და მოპარული ნივთების რეალიზაციას ედავებიან. დეტალებით მარიამ რატიანი. Muchas gracias. მადლობა. მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია და გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა. ქართულ-ესპანური სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებული მუშაობით ესპანეთში 13 პირი დააკავეს. კრიმინალური დაჯგუფება 2 სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა და მათ ანგარიშზე ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჯამში 27 ბინის ქურდობაა. გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეთა ქსელის ქართველი წევრები უშუალოდ ქურდობებს ახორციელებდნენ, ხოლო ესპანელები სხვადასხვა ქალაქებში მოპარული ნივთების რეალიზაციას უზრუნველყოფდნენ. ისინი ასე მოქმედებდნენ დილაობით პირდაპირ გასაძარცვად შედიოდნენ ჯგუფის წევრებთან ერთად 8 მათგანი უკვე ციხეშია, მათი მიზანი მოპარული ნივთების შავ ბაზარზე გავრცელება იყო. საპოლიციო ღონისძიება საქართველოს პოლიციის ატაშესთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა. 2 ქვეყნის სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ერთდროულად ესპანეთის სხვადასხვა ლოკაციებზე, მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში ჯამში 9 ადგილას ჩაატარეს. ტრანსნაციონალურ დანაშაულ საზღვრები არ აქვს, ერთად მუშაობა აუცილებელია. ჩვენს უწყებებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. დიდი მადლობა. მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ 2 ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა ერთწლიანი ინტენსიური თანამშრომლობა უძღოდა. ესპანეთისა და საქართველოს საპოლიციო უწყებებს ორგანიზებულ კრიმინალურ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ქართულ მხარეს ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების გამოვლენასა და მათი საქმიანობის აღსაკვეთად. გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პალესტინის მხარდამჭერი აქცია კოპენჰაგენში სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, დაკავებულია 20-მდე დემონსტრანტი, სავარაუდოდ არიან დაშავებულებიც. დანიის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, პოლიცია კი მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენება აუცილებელი იყო. ამასთან დანიაში ჯარიმების გაზრდის და უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ქართული ოცნება კი საქართველოსთან მიმართებაში ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებზე და ოფიციალური კოპენჰაგენის უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. პრესა ვარ, ჟურნალისტი ვარ, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვიდეოს ავტორი პოლიციელთან არაერთხელ აღნიშნავს, რომ ის პრესის წარმომადგენელია, თუმცა სამართალდამცველს ეს მაინც არაფერ ხებს, ჯერ მისდევს, შემდეგ კი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გaqავს. ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ ძალადობრივი მოვლენებიდან, რომელიც კოპენჰაგენში მაერსკის სათაო ოფისთან განვითარდა. კადრებში ჩანს თუ როგორ უსწორდებიან დანიელის სამართალდამცველები დემონსტრანტებს. მათ ძირს აგდებენ, ხელკეტებს ურტყამენ, შემდეგ კი ძალის გამოყენებით აკავებენ. დემონსტრანტები დანიური გადამზიდისა და ლოგისტიკური გიგანტის მაერსკის საქმიანობას აპროტესტებდნენ. საქმე ეხება კომპანიის მიერ ისრაელისთვის იარაღის ნაწილების გადაზიდვას. აქტივისტებმა პოლიცია ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ დემონსტრანტების კერძო ტერიტორიიდან გასაყვანად აუცილებელი ძალის გამოყენება გახდა საჭირო. რამდენად პროპორციული იყო პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალა. ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ ახლა ეს არის მთავარი კითხვა. ყოველთვის არ არის შესაძლებელი კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანების ადგილიდან უბრალოდ გაყვანა და ასეთ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური ძალის გამოყენება. დანიის პოლიციის რეპუტაციას არაერთი სკანდალი აზიანებს. მსგავსი შემთხვევა კოპენჰაგენში პირველი არ არის და მეტიც. ბოლო წლების განმავლობაში დანიაში დემონსტრაციების დაშლისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტება არაერთ აქციაზე ფიქსირდება. თუმცა რეპუტაციის გამოსწორების ნაცვლად კოპენჰაგენში ჯარიმების გაზრდასა და უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ამ ფონზე კი დანიის მხრიდან საქართველოს უსამართლო თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ. დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გამო. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება არღვევს საქართველოს გზას ევროკავშირის წევრობისკენ. დანია მკაცრად გმობს ქართული ოცნების მიერ ოპოზიციის არაერთი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებასა და მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას. სახელისუფლებო გუნდში ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, როდესაც მსგავსი ქმედებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ხდება, ევრობიუროკრატების მხრიდან კრიტიკულად არ ფასდება, ხოლო სხვა ქვეყნების შემთხვევაში უსამართლო და ფაქტებს აცდენილი შეფასებები კეთდება. ხალხის ძალაში კი იმ შემთხვევებს იხსენებენ, რა დროსაც დანიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს დაუმსახურებელი კრიტიკის ადრესატი არაერთხელ გამხდარა. არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაღალი ტრიბუნიდან გაგვიგია უკიდურესად ძიმე კრიტიკა ქართული პოლიციის მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ, რომელიც თავს იცავს, როდესაც ასეთივე და შეიძლება უფრო მეტი აგრესიის მქონე ექსტრემისტული ჯგუფები უტევენ სახელმწიფოს, მის ინტერესებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, პოლიციელებს. ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი, ეს გვაძლევს საფუძველს, ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური შინაარსი და სარჩული გააჩნია. თავიანთ ქვეყანაშიაც დაშვებულია, ჩვენთვის არის აკრძალული ამ ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია თურმე ჩვენი არჩევნების დაცვა, არ შეგვიძლია სახელმწიფო ინსტიტუტებს შტურმით უტევენ, არ შეიძლება, არ გვაქვს უფლება რომ დავიცვათ ინსტიტუტები ცეცხლს რომ უკიდებენ პოლიციელებს, თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ პოლიციელები დავიცვათ. ხდება ილუსტრაცია მათი. და ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. ვინ არის გულწრფელი ჩვენი მეგობარი და ვინ არის ჩვეულებრივი დემოკრატიას ამოფარებული მავნებელი და ფაშისტი. ნეოფაშისტები არიან ესენი. ვითომ ლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებული. რომელი ერთი დააკვირდით, ესე იგი რეზოლუციას ღებულობენ ჩვენი დასასანქცირებლად, ჩვენი ლიდერების. და ამ დროს თვითონ რაც ჩადიან. დანია ბოლო პერიოდში საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, ცდილობენ რომ ჭკუა დაგვარიგონ, მიგვითითონ დემოკრატიულობაზე, მიგვითითონ ადამიანის უფლებების დაცვაზე და საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტებს ასეთი ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული. თურმე უცხოეთში შესაძლებელია რომ თუ დაჭირდა ძალადობრივი აქციისთვის პოლიციამ გამოიყენოს ძალა და საქართველოში თურმე ეს მიუღებელია. საქართველოში პოლიციამ თავი რომ დაიცვას თურმე ეს გადაჭარბება არის და კოპენჰაგენში რომ თავპირი დაუმტრიოს ძალადობრივი აქციის მონაწილეს, ეს დემოკრატიის ფარგლებშია და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია. აი ეს არის ის ორმაგი, სამმაგი და რა ვიცი, 10 სტანდარტი, რასაც ჩვენ ხედავთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამართალდამცავები დემონსტრაციების დაშლისას სასტიკი მეთოდებით მოქმედებენ. მსგავსი პრაქტიკა არაერთხელ დაფიქსირებულა როგორც დანიაში, ისე სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, თუმცა ამას ბრიუსელის მხრიდან კრიტიკა არ მოყოლია. ეს კი მაშინ, როცა საქართველოში ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ გამოყენებულ პროპორციულ ძალას ევრობიუროკრატები დემოკრატიის უკუსლად ნათლავენ. რეკლამის დროა, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო პარლამენტმა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების მიზანს ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა, დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ლედი დაესწრნენ. დეტალები ჩვენ სიუჟეტში.
ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო. ეს სიტყვები დღეს პარლამენტში არაერთხელ გაჟღერდა. ღონისძიება, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანომ უმასპინძლა, სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენით. ჩემი ოჯახი, ჩემი თვალით დანახული სამყარო გაიხსნა. თითოეული ნახატი ბავშვის გულწრფელი ისტორიაა. ერთობაზე, სიყვარულზე და იმ სამყაროზე, სადაც ის იზრდება და სწავლობს ზრუნვას, ღირებულებებს და პასუხისმგებლობას. ნამუშევრები შერჩეული იყო განათლების სამინისტროს და თბილისის რესურს ცენტრების ჩართულობით. ჩემი ნახატი არის წამოდგენილი დღეს ამ ღონისძიებაზე და ჩემი ოჯახი არის სიწმინდე. ოჯახი ასოცირდება რელიგიასთან, ოჯახი ასოცირდება კულტურასთან, ტრადიციებთან. და არ წარმოვიდგენია ოჯახი სარწმუნოების გარეშე, იმიტომ რომ ჩემი სარწმუნოება არის ყველაზე მყარი საფუძველი, კარგი და სიყვარული სავსე ოჯახისთვის. ღონისძიება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ორგანიზებით გაიმართა. მიზანი ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა, დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. ოჯახის გაძლიერება არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპარლამენტო მიმართულებით. პირველად ხდება სისტემური მიდგომა და ჩვენ ჩამოვაყალიბეთ განათლების კომიტეტსა და ჯანდაცვის კომიტეტთან ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უწყებებთან ერთად, რომლებიც მსჯელობენ ოჯახის გაძლიერების, დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხოდ სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, კონკრეტულ საკანონმდებლო თუ სხვა პროგრამულ ინიციატივებზე. ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ეს დევიზი და ლოზუნგი, რომელიც დღევანდელი დღის მატარებელია, ზუსტად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი რამოდენიმე ღონისძიება იგეგმება პარლამენტში, როგორც დღეს, ასევე 17 მაისს და ასევე შემდეგ კვირეებში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ხელისუფლების მდგრად განვითარებას მშვიდობისკენ, ოჯახის სიძლიერისკენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ოჯახურ ღირებულებებზე და ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ სწორედ ოჯახია ინსტიტუტი, სადაც ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება ხდება. პირველმა კანონმდებელმა კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებას ეხება. ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული ცნობიერების, ჩვენი სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბება. იყო სწორედ მთავარი წყარო ტრადიციების, წესების გადაცემისა. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დაარსებულიყო. და ამ დღეს ყველა კიდევ ერთხელ დავფიქრებული ვართ და გაგვიცნობიერებინა ის თუ რა საუნჯე გვაქვს. ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საკუთარი გამოსვლის დროს პირველმა ლედიმაც. თამარ ბაგრატიონმა ასევე დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრები შთამბეჭდავია და ასახავს დამოკიდებულებას მათი ოჯახის მიმართ. პირველმა ლედიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმას, ვისაც უყვარს ღმერთი, უყვარს ოჯახი და სამშობლო. ძალიან მეგონება, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს შევხვდებით ჩვენი კათოლიკოს პატრიარქთან უძველეს და უმაღლეს შიომეს ამისთან. ეს ნამუშევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მე თულად არ ვიცნობ, რომ ამ ბავშვებმა ზუსტად იციან ოჯახი რა არის. ზუსტად იციან, რომ ოჯახი იწყება სიყვარულით, როგორც ღმერთი იწყება სიყვარულით და თუ ოჯახი არ გიყვარს, არ გიყვარს შენი სამშობლო. მე ჩემს მხრივ მინდა უთხრა თუ რამეში დაჭერდა ჩემი დახმარება. მე ყოველთვის მართლაც ვარ. ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო. ღონისძიებას პარლამენტში სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ. ბავშვთა მიერ ოჯახის თემაზე შექმნილმა ნამუშევრებმა შეკრებილი საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების მუსიკალურ მხარეზე ფოლკლორულმა ანსამბლებმა იზრუნეს.
საქართველოს პირველ ლედის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აქციებზე დაკავებულების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით. თამარ ბაგრატიონის თქმით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ყველა გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით იქნება მიღებული. მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიებს ვემსახურები. ჩემი ქმრის საქმეში მე არასდროს არ ვარ. ახალგაზრდები გასაგებია რომ შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონი ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება. საჯარო სკოლებში პირველ კლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე მსურველები ტერიტორიული პრინციპით ირიცხებიან, რაც საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლაში მიღებას გულისხმობს. ცვლილება 12 საპილოტე ქალაქს შეეხო, მათ შორის თბილისს, რუსთავს, ბათუმს, ქუთაისსა და ზუგდიდს. რეგისტრაცია დღეიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი უკვე საყოველთაოდ ჩარიცხვა, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყება. როგორ ხვდებიან ცვლილებებს მშობლები და საჯარო სკოლების ადმინისტრაციები, ნახეთ მარიამ ნებიერიძის სიუჟეტში. განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული ტერიტორიული პრინციპით პირველ კლასელთა ონლაინ რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. ახალი წესის მიხედვით მშობლებს შესაძლებლობა აქვთ სკოლა ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში აირჩიონ. თბილისის შემთხვევაში სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს მცხოვრები ბავშვებისთვის შესაძლებელია რეგისტრაცია მომიჯნავე უბნის სკოლაშიც თუ საცხოვრებელი მისამართიდან სასწავლო დაწესებულებამდე საფეხმავლო მანძილი 1 კილომეტრს არ აღემატება. რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში 25 მაისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე გაგრძელდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა რეგისტრაციისას სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში 15 აპრილამდე დაფიქსირებულ მისამართებს დაეყრდნობა. ტერიტორიული პრინციპი საპილოტო რეჟიმში 12 ქალაქში მოქმედებს. სასკოლო უბნების მიხედვით დაყოფილია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მოახდინოს ბავშვის დარეგისტრირება ელექტრონულად registration.msg პლატფორმაზე. შესაძლებლობა მიგვეცა ჩვენი მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, რომ პრიორიტეტი მიგვენიჭებინა სწორედ მათთვის და საცხოვრებელი ადგილთან ახლოს, სწორედ ის არეალი, ის მენიუ შეგვეთავაზებინა სკოლების, რომელიც მათ საცხოვრებელ ადგილთან არის ახლოს. პირველ კლასელთა რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და თითოეულ ეტაპს განსხვავებული ვადები და პირობები აქვს. პროცესი მოიცავს როგორც ონლაინ რეგისტრაციას, ისე დოკუმენტების წარდგენას საჯარო სკოლებში. მეოთხე ეტაპი საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციას გულისხმობს, რაც 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ბოლო მეხუთე ეტაპი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც წინა ეტაპებზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ბოლო ეტაპზე რეგისტრაციას და დოკუმენტაციის მიღებას საჯარო სკოლები 20 ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში უზრუნველყოფენ. რაოდენობა შეზღუდული არ არის, რაოდენობა გვაქვს, ასე რომ მე შემიძლია დავამშვიდო ყველა მსურველი მშობელი, ვისაც შვილის პირველ კლასში რეგისტრაცია უნდა, რომ ყველა მშობელი მოახერხებს სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას. ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებული მოდელია, რადგან ის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას იმ სკოლების, რომელიც ახლოს მდებარეობს საცხოვრებელ ადგილთან. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბავშვების რეგისტრაცია ხდება ადგილმდებარეობის მიხედვით ძალიან კარგია, მოსაწონია, მშობლები გამოთქვამენ ძალიან დიდ კმაყოფილებას, იმიტომ რომ პირველ რიგში ბავშვებს არ დააგვიანდებათ, გაკვეთილზე ეს დროის ფაქტორი არის აქ გათვალისწინებული მშობლების მხრიდანაც. პირველ კლასელთა ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხა და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. როდესაც სკოლა სახლთან ახლოს არის, ამ დროს მშობელი უფრო მშვიდად უშვებს ბავშვს სკოლაში. როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეგ ინიციატივა, იმიტომ რომ უდიდესი კომფორტია, როცა სკოლა მდებარეობს სახლთან ახლოს. პლუსია ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, რომ ბავშვს არ უწევს ტრანსპორტის გამოცვლა, შეუძლია ფეხით წავიდეს სახლში. პირველ კლასელთა ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხა და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. ეს ყოფას ტევის საინფორმაციო გამოშვება შვიცაძე, მე გემშვიდობებით ნახვამდის.